უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად ქედლებში უცხოელი ტურისტების სიმყოფებიან, მათ ქედლებში განსხვავებული უიკენდი გაატარეს. სოფელი ქედლები, რომელმაც ტურისტული ფუნქცია ბოლო რამდენიმე წელია შეიძინა, ახლა ინფრასტრუქტურისა და სათხილამურო ბაზების მოწესრიგების ეტაპზეა, რომლის შემდეგაც ხულოს რაიონის ეს სოფელი თანამედროვე სამთო სათხილამურო კურორტის სტატუსს მიიღებს. პოლ ვერმანი და დასტინ გელდაფი 5 დღიანი სამუშაო კვირის შემდეგ ქედლებში სათხილამურო დავიდნენ. აჭარის მაღალმთიანეთის კურორტებზე ზამთრს გააქტიურებისთანავე უიკენდის ასე გატარების მსურველთა რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა. პოლმა და დასტინმა ქედლების 200 მეტრიანი სათხილამურო ტრასა გამოსცადეს და მომავალი უქმე დღეებით დაგეგმეს. ახლოვანებული ვარ აქაური პეიზაჟით, ხულოში პირველად ვარ და ამ სილამაზეს ნამდვილად არ ველოდი. აქ კარგი პირობებია სათხილამუროთ, ზამთრის ნებისმიერი სპორტის სახეობისთვის. თან ბათუმიდან არც ისე შორსაო, ფიქრობ მართლაც საოცარია. შეგიძლია დილით ზღვისპირეთის ჰავაზე გაიღვიძო, საღამოს კი ამ არაჩვეულებრივი მთის ბუნებით დატკბე. ძალიან ლამაზია აქაურობა, კარგი თოვლია, კარგად ვისრიალე. არაჩვეულებრივი ადგილია უიკენდის გასატარებლად. ჩემს მეგობრებს აუცილებლად მოუყვები, როგორი დაუვიწყარი დღე გავატარე აქ და მომავალ შაბათ-კვირას მათთან ერთად წამოვალ. განტვირთვისთვის და გართობისთვის ამაზე კარგ ადგილს ადნახავთ. სანამ აქ თანამედროვე კოტეჯები გაშენდება, დამსვენებლებს ადგილობრივები იღებენ. ტურისტულ მომსახურებასაც ქედლების მკვიდრები გაგიწევენ. საცხოვრებელ ნომერთან ერთად ტურისტულ მომსახურებაში სამჯერადი კვება შედის. მენიუ ძირითადად ნატურალური პროდუქტებისგან შედგება. მივერთ ტურისტებს, დაახლოებით 10 კაცი მაინც მოდის, შეგვიძლია ყოველივე ოჯახში 10 კაცი, 8 კაცი მივიღოთ. რა ვიცი, ვინც აქედან წადეს, ყველა კმაყოფილია, გასული წელსაც იყვნენ, წელსაც იყვნენ, რა ვიცი. ყველი უკმაყოფილო არავინ არა აქედან ვინც წავიდა. აქაურები ამბობენ, რომ სოფელ ქედლებს 2 ძირითადი დანიშნულება აქვს. აქ სპორტული ტრადიციები სათხილამურო სკოლის ბაზაზე მკვიდრდება. ჰავა და თოვლის საფარის სიმაღლე კი საუკეთესო პირობაა მთაში დასვენების მოყვარულთათვის. სპორტული ინვენტარით სრულად აღჭურვილ ბაზაზე ტურისტებს ინსტრუქტორის პროფესიონალები გაუწევენ. აქვე შეიძლება სპორტული ინვენტარით სარგებლობაც. აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომ განვითარდეს ტურიზმი. მიწოდეს სამთრის ტურიზმი. არის საკმაოდ ამისათვის პირობები, არის ბაზები. ამასთან ერთად შეიძლება ზაფხულებითაც რომ ჩატარდეს სერიოზული შეკრებები. ქედლებამდე მისასვლელი გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლითაც სოფელი რაიონულ ცენტრს უკავშირდება, რკინა-ბეტონის თანამედროვე საფარითაა აღჭურვილი. კურორტამდე მისასვლელი გზა სეზონის განმავლობაში მძიმე ტექნიკით თოვლისაგან სისტემატურად იწმინდება, რათა აქ ტურისტების მიღება შეუფერხებლად მოხდეს. კურორტის ინფრასტრუქტურით სრულად აღჭურვის შემდეგ აქ კოტეჯების და სხვა ტურისტული ობიექტების მშენებლობა უნდა დაიწყოს. გაჩნდება იმის მოთხოვნილება, რომ თვით მოსახლეობამ ასე ვთქვათ შეცვალოს ცხოვრების წესი და გადაერთოს, განავითაროს ინფრასტრუქტურა, მოაწყოს კოტეჯები მოსახლეობის დაკმაყოფილებისათვის. ქედლებში, სადაც ახლა სეზონის პიკია, ტურისტული გამოცოცხლება სწორედ უქმე დღეებში იგრძნობა. წინ აქტიური სეზონის კიდევ 2 თვეა. ხულოს რაიონის ამ სოფელში თოვლი აპრილის ბოლომდეა.